მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონო დავით. რაზანეთ თეონა რა საბოლოო. ფანტასტიკური საკითხი მნიშვნელოვანი არის ყველა საშუალების გამოყენება იმისთვის, რომ აუდიტორიამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და თქვენ გყავთ თქვენი განსაკუთრებული აუდიტორია, მაყურებელი, რომელსაც სხვა არხზე შეიძლება გამოჩენით და საუბრით ვერ მივუწვდეთ ჩვენ, ამიტომაც მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაღაცნაირად პროტესტი ჩაკლან და რაღაცნაირად პროტესტი გააჩერონ, მაგრამ სინამდვილეში ამას ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ ჩვენ ვნახულობთ და ვფიქრობთ პროტესტის სხვადასხვა ფორმებზე, გამრავალფეროვნებაზე ამ პროტესტისა და იმაზე თუ როგორ შეიძლება რომ ეს პროტესტი გარდა რუსთაველისა კიდევ ჩვენ გავიტანოთ სხვა უბნებში, სხვა ქუჩებზე, სხვა რაიონებში, თბილისსა თუ საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი კამპანია, მე და მარიკამ სინდისის პატიმრების მშობლების წინამძღოლობით და მათი მეთაურობით შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ისინი არიან ამ პროტესტის ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური სახე, რომლებიც არ გვაძლევენ ჩვენ დანებების უფლებას, უფრო მეტად გვამოტივირებენ და ჩვენც გვაქვს ვალდებულება, რომ მათ მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ. ეს ახალი კამპანია გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გეგმავთ ყველა საჯარო უწყებასთან მივიდეთ და ჩავატაროთ საჯარო მოხელეებისადმი ამა თუ იმ უწყებასთან მიმართვები, მცირე აქციის სახეც კი აქვს ამ ყველაფერს და ჩვენი ადრესატები არიან საჯარო მოხელეები. ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასებს, რომლებსაც დადებული აქვთ საჯარო მოხელის ფიცი და ასეთი ადამიანი ჩვენ ყავს არც მეტი, არც ნაკლები 310,000 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღეს ჩვენ ვიყავით იუსტიციის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან და მათ საჯარო მოხელის ფიცი შევახსენეთ. მე როგორც ყოფილი საჯარო მოხელეს, ეს ფიცი თავის დროზე მეც მაქვს დადებული და მინდა რომ ეთერში კიდევ ერთხელ ვთქვათ, რას გულისხმობს. საინტერესო ფაქტია მოვყევით 315,000 ბარაზე. 310,000-ზე მეტი საჯარო მოხელე ყავს ამ მონაცემებით. ძალიან ციფრი არის, ამდენ ხალხს ვინახავ. დიახ, ყოველი მეოთხე ადამიანი არის საჯარო სამსახურში დასაქმებული და დიდი ციფრია, დიდი ბოდიშით რა. ახლა 69 მილიონი იყო, თუ მე მეხსიერება ვალატოს პირველი საუკუნე ჩვენ წელთაღრიცხანებ ბოლო წლებში რომის იმპერიაში. თეცით რომ რაღაც 60,000-მდე ის ყავდათ, აი სახელმწიფო მოხელეები, რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ. რამდენად ეფექტურები იყვნენ ისინი, წარმოგიდგენია 69 მილიონიან ტერიტორიას 50 თუ 60,000 კაცი მართავდა. ძალიან გაუბერიათ ეს ციფრი და არც ვიცოდი, ამდენი უსაქმური თუ ყავს. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემი და სტატისტიკური მონაცემია, იმიტომ რომ საერთოდ რაც უფრო ნაკლები არის საჯარო მოხელე ქვეყანაში და რაც უფრო ეფექტურად მუშაობენ, მატულობს ეს საჯარო უწყებების და აი ამ სეგმენტს სახელმწიფო ამ შემთხვევაში ხელისუფლება ეგრეთ წოდებული იყენებს სწორედ სათავისოდ. მაგრამ ამ ადამიანებს შორის რა თქმა უნდა არიან კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეებიც და ისეთი საჯარო მოხელეებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ თითქოს მათ არ ეხებათ ესა თუ ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესი, მათ არ ეხებათ თავისუფლებისთვის მებრძოლი რეჟიმის ტყვერო ყავს 150,000 ბოდიში 150-ზე მეტი და ასე შემდეგ. აი ეს საჯარო მოხელის ფიცი მე მინდა თქვენს მაყურებელსაც გავახსენო, იმიტომ რომ ზოგიერთი მოქალაქემ არც იცოდა თუ კი ეს საჯარო მოხელეები ესეთ ფიცს საერთოდ დებენ. ხო, ეს რა თქმა უნდა ის ფიცის დადება არ არის, რომელსაც სამხედრო სამსახურის წევამდელები დებენ, მაგრამ ეს არის სხვა ტიპის, ესეთი მოკლედ, მაგრამ მრავლის თქმელი ტექსტია. ვფიცავ, რომ ერთგულად ვემსახურები საქართველოს სახელმწიფოსა და მის ხალხს, დავიცავ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, კეთილსინდისიერად მიუკერძოებლად და პატიოსნად შევასრულებ ჩემს მოვალეობებს. ჩვენ მეტი არც არაფერი გვჭირდება საჯარო მოხელეებისგან. ეს საჯარო მოხელეები ოფიციალურად დებენ ფიცს, რომ სამსახურში. დიახ, ხელს აწერ ამ ფიცს. იქნება, ხო. სხვაჯერს ერთ შეკითხვა მაგდა თქვენთანაც, მარიკა. აი, ჩემი ძმისშვილი სორბონის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. საკუთარ სამინისტროში მუშაობდა და ახლა აკუბარდიები ვარ ჩვენა და 100 რადგან არის პირველი სია ჩამოიწერა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვის გააპროტესტა კობახიძის ბიუჯეტური 26 თუ 28 ოქტომბერს ნოემბერს ხო
და რა არის ის არის აი ზუსტად ეს რადგან ეს ჩემი ძმისშვილი პირველი იყო პირველი მაგი გაათავისუფლეს ბარბაროსობა იყო იმაში რა ქვია იგივე სხვაჩვენს იმ პირველ დღეს დაახლოებით 120-მდე ორგანიზაციის თანამშრომლებმა კოლექტიური პროტესტი დააფიქსირეს ყველა დაახსნეს ეს არის უკვე ფაშიზმია ეს იცით იმის გამო რომ გამოხატვის თავისუფლება ჯერ კიდევ მაშინ იყო ნორმაში რატომ გააკეთეს და გაათავისუფლეს სამსახურიდან ხა ესენი ადრე თუ გვიან წავლენ მაგრამ მოუწევთ იცით მათ კომპენსაციის გადახდა აი ამდენი ხალხი გათავისუფლებაზე და საერთოდაც აი მაინტერესებს თქვენი პროტესტი ხო ადამიანის უფლებათა ნორმებში ზის რატომ გებრძვიან ესე და ხა ისე მიყვეს იცით ახლა ერთ-ერთი ქალბატონი იყო თუ არა ვწდები ხო დღეს დილას იყო პირდაპირ მივიდნენ და ნიღაბი რატო გიკეთეაო აი ეს ნიღბის შეზღუდვა რა იდიოტობა არის მოდით ამ თემებზე ვისაუბროთ რა თქვენი აზრი მარიკა კი ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ამ პროტესტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ ძალიან მძიმე პროცესში, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა გადის და ჩვენ ვიცით, რომ დღეს საქართველოში ფაქტობრივად საკითხი დგას არჩევანი ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის და ხალხი, ქუჩაში მყოფი ხალხი იბრძვის სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იქნას დემოკრატია, ხომ? ამ პროტესტის ეშინია ოცნებას და ეშინია იმიტომ, რომ ეს პროტესტი არის ის ძალა, რომელიც მას არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მიტაცებული ძალაუფლება შეინარჩუნოს, ხო? ძალაუფლება მან მიიტაცა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, როდესაც ტოტალური გაყალბების ფონზე მოახდინა, ასე ვთქვათ, რაღაცა ციფრების დაწერა, რომლის ფარგლებშიც ფაქტობრივად დღემდე უკვე მარტო იჯდა ის ამ პარლამენტში, ხო? პროდასავლური ოპოზიციის გარეშე და ამ პროტესტის და მიტაცებული ძალაუფლების პროცესში მნიშვნელოვანია რამოდენიმე გარემოება. პირველი ეს არის ხალხის პროტესტი, ხალხის ბრძოლა და როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცივილიზებული სამყარო ხედავს ხალხის ბრძოლას, აქ უკვე ჩნდება, ასე ვთქვათ, საერთაშორისო არაღიარება ანუ ლეგიტიმაციის არ ქონა. შესაბამისად ოცნებას დღეს არ აქვს არც შიდა, ანუ ხალხის და არც გარე, ანუ საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ყველაზე მეტად მათ სტკივათ ეს. ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა ამათ არ მისცა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, ეგრეთ წოდებულში, იმიტომ რომ რეალურად ეს იყო მორიგი რუსული სპეცოპერაცია, ხო? და ხალხმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა ის, რომ ისინი დგანან ქუჩაში და არ მიდიან საარჩევნო ურნებთან. ანუ ლეგიტიმაცია არ ქონდა ისევ ხალხის და იქ სადაც არ არის ხალხის ლეგიტიმაცია, არ არის დასავლეთის, ანუ ცივილური სამყაროს ლეგიტიმაცია. ჩვენ ამ პროცესში ვხედავთ, რომ ოცნება იბრძვის მთელი თავისი რესურსებით იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეს მიტაცებული ძალაუფლება. რა უშლის ხო ამ მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს? მას უშლის ხალხი, პროტესტი. ამიტომ არის რომ ებრძვის ამ პროტესტს. პროტესტს ებრძვის სხვადასხვა ფორმებით. ხო ჩვენ ვხედავდით ოქტომბერ-ნოემბრის დეკემბრის პერიოდში, როდესაც ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები, ეგრეთ წოდებული ტიტუშკები და მათ შორის გდდ-ს თანამშრომლებიც ფაქტობრივად უკიდურესად ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს და 500-მდე უკიდურესად მძიმედ ნაცემი ადამიანი არსებობს და არც ერთი დაკავებული, ხო? მე ვნახეთ ჩვენ გამკაცებული 3-4 წლის წინ, როდესაც იმ იდიოტურ რუსულ კანონს იღებდნენ, რა ბარბაროსულად ექცეოდნენ ახალგაზრდობას გახსოვთ. აი იქიდან მოყოლებული ესენი უკვე არიან ხალხის მტრები. აი ხელისუფლება რომ ხალხს ებრძვის თან ცენტრალურ ქუჩაზე. მე არ ვიცი იცით აი შუბლის არყია ყველას გაწყვეტილი თორე ან კომპრომისზე წავიდნენ ან რაღაცა დათმონ არ არის სწორი სირცხვილია ესეთ ან კომპრომისს განიხილავენ ესენი როგორც არა დიდი ბოდიში ტურიზმა იკლო იცით ხო თავისთავად კონკრეტი იკლო და ფაქტიურად ეს არანორმალური ურთიერთობა აქვს თავის მოქალაქეებთან ხელისუფლებასთან, სადაც პარლამენტი წესი და რიგით სხვა ინსტიტუტია, ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლება. თარევა და ცემატყეპები არის ქრქიანობა, რა ვიცი, როგორ ეგუები და ხო და სწორედ ხალხი რომ არ ეგუება, აი ეს ქრონოლოგია მინდოდა და განწყობა არის, აი ან დაუშვა პესიმისტური განწყობა იმათთან, ვინც მოდის ხოლმე ამ აქციებზე განსაკუთრებით საღამოს. განწყობას, რასაც მე რუსთაველის გამზირზე ვხედავ და რასაც ზოგადად ხალხში ვხედავ, არა მარტო რუსთაველის გამზირზე მუდმივად მდგომ ადამიანებში, არის ძალიან მყარი და არის მიმართული ცვლილებებისკენ, ანუ ხალხი მიზანმიმართულად იბრძვის, რომ დაიბრუნოს მიტაცებული
მტაცებული ძალაუფლება და ქვეყანა დააბრუნოს დემოკრატიულ რელსებზე და აი თქვენ ახსენეთ ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. ეს დეკლარაცია რატიფიცირებულია ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან და ის მოქმედებს როგორც საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოში. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მაგრამ ჩვენი აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ამ საერთაშორისო დოკუმენტებთან ერთად ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი, კონსტიტუცია, ხო, რომელიც პირდაპირ არის მეორე თავი ადამიანის უფლებების თავი, სადაც პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმით არის აღიარებული გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება, ანუ იგივე პროტესტის შესაძლებლობა, ხო, რომ ადამიანებმა თავისუფლად გამოხატონ და ეს უფლება ირღვევა, მათ შორის ეს უფლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უფლება ირღვევა და ჩვენ ვხედავთ, რომ ცემის, დაშინების, გაზრდილი ჯარიმების და სხვადასხვა მეთოდების შემდგომ უკვე ფაქტობრივად კრიმინალიზებას ცდილობენ პროტესტის, იმიტომ რომ პირდაპირ ადმინისტრაციული დაკავებები შემოიღეს ახლა მათი არალეგიტიმური საკანონმდებლო ეგრეთ წოდებული ორგანოთი და მეორე ჯერზე უკვე სისხლისამართლებრივი პასუხისგებლობა მოყვება ამას. გარდა ამისა, ჩვენ ნახეთ, აი ქალბატონი აზა მაგალითად არ შემიძლია არ გავიხსენო, რომელიც გაციებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პირბადით იმყოფებოდა თავისუფლების მეტროსთან. რა დროსაც შემოერტყნენ გარს ათობით პოლიციელი და რაღაცა ოქმი შეუდგინეს, ხომ? აი ეს წარმოუდგენელი ამბავი, ეს არის არაქართული, ანუ ესენი აღარ სცემენ პატივს. ნახეთ, მასე ფორმულაში, ხომ, ამ ქალბატონზე გადაცემა. საშინელებები მოყვა ამ ქალბატონმა. ქართველობის გამო ხრიტავდნენ ეს აბსოლუტ სეპარატისტები. ქალბატონი აზა არის დევნილი, დიახ, და მან იცის მას თავის თავზე აქვს გამოვლილი ის ყველაფერი, რაც იყო და ქალბატონი აზა ერთ-ერთ ამ ასე ვთქვათ ინტერვიუში თუ პირად საუბრებში ამბობს ყოველთვის, რომ აი დახვრეტა ადამიანებს ხვეტდნენ და ადამიანების დამარხვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და მაშინ მარხავდა ქართველებს თანამემამულეებს და ესენი ახლა პირბადის გამო რაღაცა ოქმის შედგენით აშინებენ ადამიანს, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც რეპრესიული კანონები მიიღეს, როდესაც პროტესტის წინააღმდეგ გაილაშქრეს, იღებენ უკუშედეკს, ხო? ხალხი არ ნებდება, იმიტომ რომ ხალხს აქვს ძალიან მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ ეს ცვლილებები მათ უნდა მოუტანონ ამ ქვეყანას და ამ პროტესტის ნაწილია, რაზეც თეონა მისაუბრა და ალბათ მექნება შესაძლებლობა, რომ მეც ვისაუბრო უფრო ცუდად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროტესტის ნაწილია 26 ოქტომბერი, როდესაც დაანონსებულია უკვე ჩვენი კოალიცია ცვლილებების მხრიდან, დიახ, დიდი აქცია, როდესაც ჩვენ ვიკრიბებით 19 საათზე საქართველოს მოქალაქეები, 19 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და მარშით მივემართებით პარლამენტთან. 2 კილომეტრი ნახევარია თუ მე მეხსიერება არ ღალატობს, იქიდან იქამდე და ის რა ქვია, თემაი მართა და აღმაშფოთებელ რეალობაში ვცხოვრობთ, იცი და ჩემი აზრით თვითონ ხელისუფლება არ ღვევს კონსტიტუციურ გარანტიას, რაც ეს არის ხო ძირითადი კანონია. ძირითადი კანონი ნებას აძლევს ნებისმიერ მოქალაქეს ესა თუ ის პრობლემის შეძახილით, ესე ვთქვათ, მოითხოვოს, რომ მიიღეთ რაღაც ზომები და აი დათქვინის მექანიზმი აღმოჩნდა ეს მოძალადე ხელისუფლება და ძალადობაზე აწყობილი სახელმწიფო მე არ მინახე. ნუ ერთადერთი ეს ის იყო რა KPSS და ესე ვთქვათ საბჭოთა კავშირი. არ არის ეს ნორმალური ამბავი და მე მარტო მეკვეს ისე თეონა აი შეიძლება რადიკალური მოთხოვნები, მაგრამ მე თუ მკითხავ, მთელი საქართველო უნდა გამოდიოდეს. აი წინა წელს სხვათა შორის აი მაშინ ოქტომბერში, ნოემბერში ყველა ქალაქში, ყველა რაიონულ ცენტრში გამოდიოდა ხალხი. ეხლა რაღაც შეიძლება ესე ვთქვა და შემოდგომაროა და აცივება რო არის ალბათ ამიტომ, მაგრამ აი ცეცხლი და ის ენერგეტიკა რაც იყო აღარ არის და რას ფიქრობთ ამაზე? ბევრი ბრძანეთ რომ გივლითო, მაგრამ ესეც ხო ფინანსურ ხარჯებთანაა ესა გადამული და ადგილზე რატო არ აქტიურობს ახლა აი ამ ბოლო ერთი თვე არის მე არ მინახე რომ ადგილებზე აი გინდა ხოროწყო აიღე ძალიან მიყვარს ეს და რამდენიმე წერტილში ბათუმში, ჩხოროწყუში, ახალციხეში უწყვეტი პროტესტები არის, ასე რომ თქვათ ეგრეც ვერ ვიტყვით. რა, დიახ, ქუთაისში, გორშიც. და აი თქვენ რასაც ამბობთ, მაგ ყველაფერს ერთგვარი თითქოს შეიძლება ზოგიერთი ხედვისთვის არ იყოს ეს პროტესტი ძალიან მასიური და მასშტაბური რიგ შემთხვევებში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ 4 ოქტომბერსაც ძალიან ბევრი ხალხი გამოსული, ხო? ახლა 26 ოქტომბრის აქცია არის მნიშვნელოვანი ასევე, რომელშიც მეც მონაწილეობდა.
მგონია რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მოვახდინოთ იმისი დემონსტრირება რომ შვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტით ვართ დაკავებულები და ქართული მოსახლეობა თავიდან ბოლომდე არის მშვიდობიანი პროტესტზე ორიენტირებული. აი ეს მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტის სხვადასხვა ფორმები უნდა გამოინახოს კიდევ და უფრო მეტად გააქტიურდეს, იმიტომ რომ როგორც თქვი, მნიშვნელოვანი არის პროტესტის გატანა არა მარტო რუსთაველზე საღამოს საათებში იმ უმნიშვნელოვანესი დემონსტრირებითა და იმ კომპონენტებით, რითაც ხასიათდება ყოველდღიურად რუსთაველის გადაკეტვა და ასე შემდეგ, არამედ პროტესტი უნდა იყოს დღისითაც, მზისითაც, დარშიც, ავდარშიც, სხვადასხვა ქუჩებზე, სხვადასხვა რაიონებში და ასე შემდეგ. ამისი ნათელი მაგალითი არის სწორედ სინდისის პატიმრების და ჩვენი ერთობლივი მცდელობა, რომლითაც გვინდა რომ გამოვაღვიძოთ და მოქმედებისკენ მოვუწოდოთ საჯარო მოხელეებს. საჯარო მოხელეები, როგორც ვთქვით, არის ძალიან დიდი მასა საზოგადოებისა შემადგენელი ნაწილი, რომლებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ფაქტიურად სახელმწიფო რომ ჯერ კიდევ დგას, არის სწორედ სახელმწიფო საჯარო მოხელეებისა და ამ უწყებების მუშაობიდან გამომდინარე, ხო? მასში შემავალი ეს საჯარო მოხელეები სხვადასხვა ფორმით შეიძლება მხარდაჭერას უცხადებდნენ ამ პროტესტს. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი და ღია მხარდაჭერა მიუხედავად ზეწოლისა და რეპრესიებისა, ის ადამიანები რომლებმაც გამოხატეს ღიად პროტესტი კი, რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილი გაანთავისუფლეს სამსახურებიდან, მაგრამ რაღაც ნაწილს ვერ შეეხნენ, იმიტომ რომ მიუხედავად მათი საჯარო პოზიციისა, რიგ პოზიციებზე, რიგ განყოფილებებში და სამსახურებში ვერ მოხდა მათი ჩანაცვლება, ხო? ასევე მნიშვნელოვანი არის მათი მუშაობა იქაც ადგილზე, თავიანთ თანამშრომლებში, სამეზობლოებში საუბარი, თვალი რომ არ დახუჭონ და ასე შემდეგ. ჩვენ მხოლოდ ძალოვანი უწყებების თანამშრომლებთან არ გვაქვს პრეტენზიები და მათ არ ვთხოვთ მოქმედებას. ჩვენი სამიზნე არის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, განათლების სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა რიგითი ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების კი არის ჩვენი ადრესატი, იმიტომ რომ ისინიც არიან საჯარო მოხელეები და მათაც ყავთ თავიანთი სოციუმი, ისინიც არიან გარკვეულ წრეებში, სადაც გვინდა რომ ის ხელშესახების სიტყვა, რასაც ისინი მოისმენენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებისა და მშობლებისგან, მათთვის კიდევ უფრო გულთან მისატანი იყოს და კიდევ უფრო მეტად მოახდინოს მათი მოტივირება. ხოლო სამართლებრივ ნაწილზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ კიდევ გარდა ამ გარე აქტივობისა, დეტალურად მარიკა მოგახსენებთ. კი ბატონო, მარიკა გისმენთ, აი 7 წუთი და რეკლამაზე უნდა გავიდეთ. კი ბატონო, მეც მინდა ამ პროტესტის მნიშვნელობაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ თეონამ სწორად აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქუჩაზე, ყველა ადამიანამდე მოხდეს მიტანა იმ რეალობის, მართლა რაც არსებობს ამ ქვეყანაში და როგორ რეალობაშიც გვიწევს ცხოვრება და პირველ რიგში როგორ რეალობაშიც უწევს ცხოვრება ჩვენი სინდისის პატიმრებს და მათ მშობლებს, მათ ოჯახის წევრებს, მეუღლეებს, დებს, მამებს, დედებს, ხომ, ამ ადამიანებს. სწორედ ამიტომ ამას ემსახურება, რომ უშუალოდ მშობლების მხრიდან საჯარო მოხელეებამდე მოხდეს მიტანა იმ ტკივილის, იმ თან უსაფუძვლო საქმეების, რომელიც ასე ვთქვათ არსებობს რეალურად, იმიტომ რომ ესენი ხო დამნაშავეები არ არიან სინამდვილეში, ესენი დააკავა ეს ადამიანები დააკავა რეჟიმმა იმისთვის, რომ შერჩევითად, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჯერ დააკავეს და მერე დაიწყეს ასე ვთქვათ საქმეების შეკერვა და იმიტომ იყო ესე ნათელი, ესე თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები. და ჩვენ ვაკეთებთ ესეთ პროექტს, რომელსაც ამ პროექტის პარალელურად აქციების კამპანიის პარალელურად და სინდისის პატიმრების რეჟიმის პატიმრების ადვოკატებთან გვაქვს კომუნიკაცია და მათგან ვიღებთ უშუალოდ დეტალურ ინფორმაციას თუ რატომ არის მათი ბრალი აბსურდული და მათი სასჯელი აბსურდული. ამას ვკრავთ ერთ ისტორიებად, ასე ვთქვათ, სამართლებრივ აბსურდის ისტორიებად და სიმბოლურად ამას ვარქმევთ საქმე სიცრუისა, ხო? სიბრძნე სიცრუისას პარალელიდან გამომდინარე, რომელიც დღეს სხვათა შორის ის ნაწილი რეჟიმის პატიმრების ეს სამართლებრივი ისტორიების ნაწილი, სადაც ადვოკატებმა უკვე მოგვაწოდეს ჩვენ ისტორიები, წარვუდგინეთ სწორედ ფინანსთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და დოკუმენტად ჩავაბარეთ იმისათვის, რომ მოხდეს მათი გაცნობა. აუცილებლად მოგაცდით ამ დოკუმენტს. გადაგებას ამას ინგლისურად თარგმნით და აუცილებლად ეს იგეგმება. გვერდზე რომ დადოთ, ძალიან ბევრი და ბევრი ეს იგეგმება, როდესაც ყველა ადვოკატი მოგვაწვდის უკვე ინფორმაციას, ეს შეიკრება ერთიან ფაილად
წერილად, ასე ვთქვა, დოკუმენტად, რომელიც ასევე იქნება ინგლისურად ნათარგმნი და რომელიც დარიგდება როგორც საზოგადოებაში, ასევე გაიგზავნება ჩვენს პარტნიორებთან, ელჩებთან, რომელიც ხალხის მხარს ნებას უჭერს და ხალხის, ასე ვთქვათ, ინტერესების გატარებას ემსახურება თავის მხრივ ამ ქვეყანაში და სამართლებრივი რა კარგია, რომ ესე კონკრეტულად ყველა ადამიანს როგორ ზდევნიან და როგორ ჩაგრავენ და რომ ეხლა დღეს მე შემწყდა იმ პოლიციელების მაგრად რეჟისორი თვითონ მივიდა პოლიციაში. დამაკავეთო. დამთავრებული ამათი ისა. ამ ხალხს როგორ მოერევიან? ამ ადამიანებს როგორ მოერევიან აბსურდული კანონები? კომპრომისებზე წავიდნენ, უნდა. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პატარ-პატარა აქციები, რომელიც შინაარსობრივად იქნება დატვირთული და დღის მანძილზე გადაწყობილი, ასე ვთქვათ, რაც აგერ ჩვენს ვაკეთებთ CDC-ის პატიმრების მშობლებთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი აქციები და 26-ის აქცია მე უკვე